აშკარაა, რომ ბიბლიას ბევრს ზალავთ. და ძალიან მომწონს ბევრი რამ, რასაც ამაზე თქვენს პოდკასტში ამბობთ. თქვენ გაქვთ ეს ყველაფერი. თქვენ იკულევთ, თქვენ რელიგიურ ფიგურებს ესაუბრებით. თქვენ ბიბლიას განიხილავთ, თქვენ ამ ყველაფერს აკეთებთ. და მაინც მე თქვენზე ინფორმაცია მოვიძიე და მინდოდა გამერკვი, არ ისიგწამთი. და ვერ იტოვე. მე აღმოაჩინე ის ფაქტი, რომ კითხვა, რომელიც თქვენ ასე ძალიან გძულთ, არის გწამთ თუ არა ღმერთი. იცით საქმე ისაა, რომ ღმერთი არ არის ის, რისიც უბრალოდ გწამს. საქმე ამაშია, ანუ ხალხი, მან შეიძლება ითქვას, რომ ის თუ როგორ აღვიქვამთ რწმენას თანამედროვე სამყაროში ზედაპირულია. ღმერთის რწმენა ნიშნავს, რომ შენ ცხოვრებას ოძმ. აი, ეს არის რწმენა. ეს არ არის განცხადება, მე მწამს ღმერთი. შეგიძლია. განცხადებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს. ეს უხდება. სახარებაში წერია, თავად ქრისტე ამბობს, რომ ყველა ვინც ამბობს უფალო, ვერ შევა ცათა სასუფეველში. ხოლო იმიტომ რომ ამბობ რაღაცის გწამს, ეს იგივე არაც ხალხი სულ ამბობს, რომ ქრისტიანია. მე მორწმუნე ქრისტიანი ვარ. მიცი ეს რთულია. ეს განმარტებით ყველაზე რთული შესაძლო ვალდებულებაა. ეს არის, რადგან ეს ჯურის ზიდვა. ხომ ასია, მართლა ამ ვალდებულებაზე? მაშასე, აი რას იღებ ვალდებულებად. მტკივნეულ უსამართლო სიკვდილს, რომელსაც თან ახლავს ღალატი, ბრბოს ვერაგობა და ტირანის ბატონობა. შენ ამას მიესალმები. რა ეს ყველაფერი არ არის, რადგან ქრისტე ჯოჯოხეთს ამარცხებს. ეს ყველაფერი არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია. სრული დაპირისპირება ბოროტებასთან. ამ ვალდებულებას იღებ, რადგან სწორედ ამას ატიტებ. რას გულისხმობთ ამ ვალდებულებას იღებ? გულისხმობთ, რომ იღებ ვალდებულებას გწამდეს, რომ ქრისტემ ეს გამოიარა? შენი ზანომას. რომ შენ გააკეთებ ამას. საკუთარ ცხოვრებაში. სწორედ ამისკენ მოუწოდებს ქრისტე ადამიანებს. ეს არის ქრისტეს მიბაძვა, რაც ნამდვილი ქრისტიანული ვალდებულების ბირთვია. ახლა ხალხი იტყვის, რომ სამოთხეში მხოლოდ საქმეებით ვერ მოხვდები და ეს მართალია. მე ამას არ გულისხმობ. საქმე ამაში არ არის. საქმე ისაა, რომ რწმენა არის ვალდებულება გარკვეული მოდელის მიმართ. ეს მოდელი კი სრული, ნებაყოფლობითი დაპირისპირებაა. სრული, შიშველი, ჯვარცმული, ნებაყოფლობითი დაპირისპირება, მიღებული კეთილი რწმენით, სიხარულითა და გამბედაობით. მზად ვარ. სამხედროებს ესმით ეს, ან სულ მცირე მისი ერთი ასპექტი, ხომ ასია, რადგან ისინი საკუთარ სიცოცხლეს დებენ სასწრაფო. და არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ სულსაც. ასე რომ ეს საშინლად რთული რამ არა. ქრისტიანობა კომფორტი არ არის. აი, ქრისტე ამბობს, რომ მისი ტვირთი მსუბუქია. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში არაფერია, რასაც ჭეშმარიტებაზე მეტი სიუხვისა და უსაფრთხოების მოცემა შეუძლია. მაგრამ ამ მძიმე ჯვრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ის არის, რომ აუცილებლად უნდა მიიღოთ კიცე გადაწყვეტილება, რომ არაფერს გაექცე. ნაჭუჭში ცხოვრება ვეღარასდროს გამოგივათ და ვერ შეძლებთ. სწორედ ესენი არიან ის ადამიანები. ქრისტე ჟამის აღსასრულს ბრუნდება და თავის რისხვას ცოდვილებისთვის არ ინახავს. და იცით, ადამიანები, რომლებსაც ნორმალური, უსაფრთხო ცხოვრება სურთ, მე მათ არ უკიცხამ. ბირჩევნია ისინი მყავდნენ ვიდრე რადიკალები და რევოლუციონერები. მაგრამ ადამიანი ეს არ არის. თითქოს ჩვენ ვართ მოგზაურები მღელვარე ოკეანის თავზე, ხომ ხდებით? ჩვენ შექმნელები ვართ რადიკალური ძალისხმევისა და თავგადასავლების ცხოვრებისთვის. ჩვენ მაქსიმალური მსხვერპლისთვის ვართ შექმნელები. სწორედ ამას ნიშნავს რწმენა, ამის მიაბა. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ. ხალხი ამბობს, რომ მორწმუნე ქრისტიანები არიან. შენც ფიქრობ, მართლა? ამას უგურდედა. წარმოდგენა არ გაქვს რას ამბობ, რადგან ეს სრული თავდადებაა. ეს არის სრული თავდადება, რომ გაუძლო, დაუპირისპირდე და გადაიტანო ყველაზე უარესი. გამოსვლის წიგნის ამბავში ისრაელიანები უდაბნოში არიან დაკარგულები. დაკარგულები არიან დაახლოებით 45 წელი და სულ წუწუნებენ, ბუზღუნებენ და ჩივიან და იქცევიან, როგორც იცით, პრივილეგირებული მონები, ტირანიას მისტირიან. და ოქროს ხბოს იმედი აქვთ. და წუწუნებენ, რომ ზეციური საკვები, რომელიც უნდა ჭამონ, საკმარისად კარგი არ არის, რადგან მრავალფეროვნება აკლია. ისინი მართლაც საკმაოდ საზიზღრები არიან და აღთქმული მიწისკენ მოგზაურობის ბოლოს, ფაქტობრივად საზღვარზე,
ისე უწყლოდ რჩებიან. და მიდიან მოსესთან ამაზე ხმამაღლა ბუზგუნს იწყებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ურწმუნოები არიან და წუწუნებენ და ღმერთსაც ისევ ხელში ამოსდის და ისიც შხამიან გველებს უგზავნის, რომ დაგესხვან. და შეიძლება იფიქროთ, რომ კარგი ღმერთი ამას არ იზამდა. თითქოს თქვენ ამბავს ყურადღებას არ აქცევთ. რა არის ამბავი? თუ დაკარგული და ურწმუნო ხარ და მერე წუწუნს და ბრაზ იწყებ, ეს ყველაფერს მხოლოდ გააუარესებს. ასე რომ უდაბნოში ხარ, სასმელი წყალი არ გაყნის და უამრავი სისულელის გაკეთება შეგიძლია, რაც გველებს გამოიხობს. და სწორედ ეს ხდება, ისედაც ცუდი მდგომარეობაა და ისინი მას აუარესებენ. ახლა კი უამრავი შხამიანი გველი გესლავს მათ. და ბოლოს ესეც ბეზდრდებათ. მიდიან მოსესთან და ეუბნებიან. ვიცით რომ ღმერთს ელაპარაკები, ხომ ანახავ იქნებ გველები გაიწვიოს. მოსე მიდის და ღმერთს ელაპარაკება. და ღმერთი ამბობს, რომ ისრაელიანები ყელში ამოუვიდა. და ფიქრობს, რომ კიდევ რამდენიმე გველი სწორედ ისაა, რაც მათ სჭირდებათ. მაგრამ გადაწყვეტს, რომ იქნებ მოსეს მოусმინოს, რადგან მოსემ იცით გარკვეული კეთილგანწყობა დაიმსახურა. და ღმერთი ეუბნება მოსეს, ბრინჯაოსგან გველი გამოჭედე და ბრინჯაოს სვეტზე აღმართე. და დადგი ისრაელიანთა შორის, რომ ყველამ შეხედოს და თუ შეხედავენ, შხამი მათზე აღარ იმოქმედებს. ის გველებს არიშონებს. ის ისრაელიანებს მოუწოდებს, შეეჭიდონ იმას, რასაც თავს არიდებენ, შეეჭიდონ იმას, რაც მათ წამლავს. და ამის გამო ისინი უფრო ძლიერდებიან. ესაა ცხოვრება. და ქრისტე ამბობს მოგვიანებით, ბევრად მოგვიანებით, რომ ისიც ისე უნდა ამაღლდეს, როგორც გველი უდაბნოში, რაც ძალიან უცნაური ნათქვამია. ისრაელიანებმა უნდა შეხედონ იმას, რისიც ეშინიათ, რათა გამძლეობა შეიძინონ. კვერთხზე შემოხვეული გველი ასკლეპიოსის სიმბოლოა. ეს ის სიმბოლოა, რომელსაც ექიმები დღესაც იყენებენ თავიანთი სამკურნალო საქმიანობის აღსანიშნავად. ის რაც გწამლავს მცირე დოზით გაძლიერებს. ესაა თეორია, ხომ? და ეს არის ნებაყოფლობითი დაპირისპირების თეორია. ხოლო თავად იესო ქრისტეს წმინდა ჯვარცმა წარმოადგენს ზუსტად იმავე ხატებას, ოღონდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებულს. თითქოს ყველა შესაძლო გრელია. ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება დაგემართოს, თუ ყველაზე ცუდი რამ ერთად მოხდება. და ჭეშმარიტი ქრისტიანული მოწოდებაა იმისათვის, რომ ეს მიიღო. ახლა ისეთი ადამიანი, ვისაც ამის მიღება შეუძლია. იობი მაგალითად, იობის ამბავში, იობს თავად სატანა აწამებს. იობი კარგი კაცია და ღმერთი ზეცაში მისით ტრაბახობს. თუ როგორი კარგია ის და სატანა მოდის და ამბობს, არ მგონი ასეთი კარგი იყოს. და ღმერთი ამბობს, რას მოვისხმობ და სატანა ამბობს, ის უბრალოდ პრივილეგირებულია, საქმეები კარგად მისდის და ამიტომაა კარგი. ცოტა ხნით მომანდე და ვნახავთ თუ არის კარგი. და ღმერთი ამბობს, მე მგონია რომ კარგია, რაც შეგიძლია დაუშავე. და ასე იობს. მთელი მისი ქონება თვალწინ ინგრევა. მისი მსახურები ყველა ერთიანად იხოცებიან. მისი სიმდიდრე სრულად ნადგურდება და ქრება. ბოლოს კი საშინლად ცნეულდება და ავადდება ამ დამახინჯებელი სენით. ის პირზის განადგურებული, ცოლი ეუბნება, რომ ერთადერთი რაც დარჩა, ღმერთს მუშტი დაუქნიოს და მოკვდეს. ამერე მისი მეგობრები მოდიან და ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია. და ეს არის იობი და რასაც ეკექს იობი. იობი ამბობს, ეს საშინელი რაღაცები დამემართა, მაგრამ ეს ჩემში არსებული რაღაც მთავარი ნაკლის გამო არ მოხდარა. ის ინარჩუნებს რწმენას თავისი მთლიანი ადამიანობის მიმართ. და ის უარს ამბობს ღმერთის რწმენა დაკარგას. და ეს გარკვეულწილად უკუღმართობაცაა, რადგან იობს ყველანაირი მიზეზი აქვს, რომ ღმერთს მუშტი დაუქნიოს და მოკვდეს, რისკენაც ცოლი მოუწოდებს. და იობის დაჯინებული მოთხოვნა არა, რაც არ უნდა დაგემართოს, შენ მოწოდებული ხარ, რომ შეინარჩუნო რწმენა და წინიარო. და ეს გაფართოებულია ჯვარცმის ისტორიაში. მაშასადამემ, ასე ვთქვათ, თქვენი ყველა იმ კვლევიდან გამომდინარე, რაც ბიბლიაში განახორციელეთ და აწარმოეთ და ამას გეკითხებით, რადგან თქვენ სრულყოფილად ჩაეფალეთ და ჩაუღმავდით ღვაშში და თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში სწავლობთ ითვას. ჯერათ მისი? ისე მჯერა, როგორც სახლახან აღთელით. ჯერა თუ არა რომ ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. აბსოლუტურად. ეს ისიც კი არ არის რომ ჯეა. ვიცი რომ ეს სიმართლეა. ვიცი რომ ეს სიმართლეა. დავცდილობ ამ ცოდნით ვიცხოვრო. ძალიან რთულია მხოლოდ იმის ფიქრი ან თქმა, რაც სიმართლეა, მაგრამ ამაში ვარჯიში შეგიძლია. და ეს დიდი შვებაა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, არაფრის დამახსოვრება არ გიწევთ.
ეს თავისთავად უკვე გამოთავისუფლებელია. ნამდვილად. ძალიან დამათავისუფრებელია. ჯერა თუ არა რომ ქრისტე არის გზა და სიცოცხლე და რომ არავინ მივა მამასთან თუ არა მისი მეშვეობით. დიახ. მაგრამ მე ისიც ძალიან კარგად ვიცი თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს იმას რომ წარმოიდგინოთ თითქოს გინდათ რომ ყოვლის შემძლე ღმერთის სული თქვენს ხელში სამუდამოდ დამკვიდრდეს. თქვათ ზუსტად ამ ძველი აღთქმისებური რელიგიური მანერითა და წესით. როგორ აკეთებთ ამას, ნებაყოფლობით იღებთ საკუთარ თავზე ცხოვრების ტვირთს. რატომ? იმიტომ რომ ეს აიძულებს თქვენში არსებულ საუკეთესოს რომ თავი გამოავლინოს. თქვენ ეს იცით. ნახეთ რატომ გაისარჯეთ სამხედრო ფრონტზე. რატომ გააკეთეთ ეს? იმიტომ რომ მინდოდა ჩემს ქვეყანას მაქსიმალური შესაძლებლობებით მსახურებოდ. კარგი, მაშინ რატომ ფიქრობთ ამ? ანუ გჯეროდეთ რომ არსებობდა უმაღლესი შესაძლებლობა? ია. ხო, ესე იგი ეს ძმენის ელემენტი იყო. და ასე პირადად თქვენ ეს სასტიკი ტრანსფორმაციული პროცესი გაიარეთ. როგორ შეგცვალათ ამან? ბევრი რამით შემცვალა და გარდამქნა. ამაზე დროდადრო საუბრობდით. ამაში დიდი სიამაყე იყო ჩადებული. და როდესაც ეს დავამთავრე, ასეთი სიამაყე არასდროს მიგრძნია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს გავაკეთე, ის იყო რომ ყოველთვის გრძნობდი რომ ბავშვობაში ვერ ვივარგე და მინდოდა ჩემს მშობლებს ქონოდათ რაღაც რითიც იამაყებდნენ. კარგი, მოდით სიამაყე და მიღწევა ერთმანეთისგან გავლიჩნოთ. კაი. რადგან სიამაყე შეიძლება დაუმსახურებელი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მიღწევა არ არსებობს. გრძნობთ რომ რაღაც რეალურს მიაღწიეთ საზღვრაო ქვეითების საწვრთნელი პროგრამის გავლისას. ნამდვილად. კარგი, რატო იყო ის რეალობი? იმიტომ რომ ეს არის ეს რატომ იყო რეალური? იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე რთული რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. სწორია. სწორედ ასეა. დიახ, იყო ის მნიშვნელობა მე ნამდვილად. იყო გარდამქნელი და ეს იყო ყველაზე რთული რამ, რაც გაგიკეთებიათ. კარგი, ესე იგი ეს არის გზა. გზა რეალობისკენ ყველაზე რთულ საქმეებზე გადის.